მე მინდა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ იმ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც უკვე კარგა ხანია, რამოდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება ჩემს მიმართ, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ, პრესაში, მედიის საშუალებით უკვე რამოდენიმე სტატია დაიბეჭდა, რომლის მიხედვითაც ზოგი ჟურნალისტი, ზოგი კიდევ მოქალაქე, უბრალო ამბობენ, რომ ქუთაისის მაჟორიტარი არ მუშაობს, არ აჩანს, მოსახლეობას არ ხვდება, შესულია კორუფციულ გარიგებაში ნაციონალებთან, ერთი ნაწილი ამას ადასტურებს, მეორე ნაწილი ადასტურებს, რომ შესული ვარ გარიგებაში იმ ახალ ფრაქციასთან, რომელიც საკრებულოში არის და ქვიათ პატრიოტთა ალიანსი. ერთმანეთის გამომრიცხავი ჭორებია, სხვათა შორის ესეც ნიშანდობლივია, მე ვურჩევ ჩემს ოპონენტებს, რომ შეთანხმდნენ ჭორებზე და შეათანხმონ ჭორები, რომ ერთმანეთის გამომრიცხავი არ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უკვე კონკრეტულად მინდა ვისაუბრო ამ ორშაბათის ამ კვირის ორშაბათის გაზეთ ქრონიკაში გამოქვეყნებული ორი სტატიის შესახებ, სადაც ვინმე ზურაბ ხუბულაშვილი, რომელიც წარმოდგენილია, რომ არის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი, მე სახალხო კრების ლიდერებს კარგად ვიცნობ და მათ შორის არ ვიცნობ ამ ადამიანს, როგორც ჩანს ახალი ამომავალი ვარსკვლავია, მე მივესალმები ამომავალ ვარსკვლავებს ქართულ პოლიტიკაში. მისი ინტერვიუ არის და მეორე არის ქალბატონი დალი ბარამიძის ინტერვიუ, ასევე რომელიც შეეხება ჩემს პერსონას და ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ჩემს საქმიანობას ქუთაისში. დავიწყოთ იმითი, რამდენად არ ვმუშაობ მე როგორც მაჟორიტარი ქუთაისში და რამდენად არ ხვდები მე მოქალაქეებს, არ ვითვალისწინებ მათ ინტერესებს. მე კონკრეტული ციფრებით ვარ მოსული, ამის დამადასტურებელი საბუთებიც არსებობს, თქვენი სურვილის პირობებში, თქვენ გექნებათ საშუალება პრესის წარმომადგენლებს, რომ იბრძანდეთ ჩემი როგორც მაჟორიტარის ბიუროში ქუთაისში, რომელიც მდებარეობს მერიაში, ქუთაისის მერიაში და იქ კონკრეტულ ციფრებს მოგაწვდიან ამის შესახებ, გაწეული მუშაობის შესახებ. მე დაგისახელებთ ახლა ციფრებს ჩემი ეგრეთ წოდებული სიზარმაცის შესახებ და მე განსაჯეთ თქვენ თვითონ რამდენად არ მუშაობ მე, ან მუშაობ, ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება. თუმცა მთავარი შემფასებელი მაინც იქნებიან ქუთაისის მკვიდრები და საქართველოს მოქალაქეები დანარჩენები. მაჟორიტარული ბიურო გაიხსნა გასული წლის 14 ნოემბერს. ოფიციალურად გაფორმდა ჩემი ბიურო ქუთაისში 14 ნოემბერს. იქიდან მოყოლებული ჩატარდა 28 მიღება როგორც ბიუროში, ისე პარლამენტში. მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში, როგორც პარლამენტი, ამიტომ როცა სასესიო კვირები არის, მე ვერ ვახერხებ, რომ ბიუროში მივიდე, ამიტომ აქ ვღებულობ მოქალაქეებს კომიტეტში, ჩემთან კაბინეტში. ჩატარდა 28 მიღება, მიღებული იქნა მე პირადად შევხვდი და გავესაუბრე და კონტაქტი მქონდა 3153 მოქალაქეს. 3153 მოქალაქეს. აქედან სრულად დაკმაყოფილდა თხოვნები 283 მოქალაქეს. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 311 მოქალაქეს. 200-ზე მეტ პირს გაეწია იურიდიული და ეკონომიკური კონსულტაცია, რომელიც ჭირდებოდათ მოქალაქეებს. ძალიან ბევრი არის ჩვენი მოქალაქე, რომელმაც არ იცის თავისი უფლებები, ამიტომ მათ ჭირდებათ კონსულტაცია. ძალიან ბევრი აქ ამ ციფრებში არ შედის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეკუთვნით სოციალური დაზღვევა ახალი პროგრამით, ჩვენი ხელისუფლების პროგრამით, მაგრამ ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვს. ასეთი მოქალაქეები ჩვენ აღრიცხული არ აგვყავს, უბრალოდ ვერ მოვახერხებთ ამას, მაგრამ ეს არის კონკრეტული ციფრები, 3153 მოქალაქე. მე შემიძლია სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ ამას, რომ მე ვამაყობ ჩემი ბიუროს მუშაობით და მე
არც თუ ისე ცუდი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დეპუტატი მეგულება ქართულ პარლამენტში, როგორც უმრავლესობაში, ისე უმცირესობაში, ვინც 3153 მოქალაქესთან იყოს შენახვედრე. აქ არ არის, რა თქმა უნდა, აღრიცხული ის არაოფიციალური შეხვედრები ქუჩაში, სახლებში, ბინებში. თქვენ წარმოიდგინეთ ბირჟებზე, ქუჩაში, სადაც მე ინტენსიურად მაქვს მოქალაქეებთან. ეს არის დადასტურებული დოკუმენტურად იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც წერილობით არიან შემოსული როგორც ბიუროში, ისე პარლამენტში, ჩემს კომიტეტში და ოფიციალური რეაგირება ან კი, ან არა დახმარებაზე, იმიტომ რომ ყველა პრობლემური მოდის. აქ არავინ დალხინებული არ მოდის არც ერთი მოქალაქე, ხო? გასაგებია ეს. ეს არის ისევ ვიმეორებ 3153 კაცი. დააკმაყოფილებული არის 601 მოქალაქე. ნაწილი სრულად, ნაწილი ნაწილობრივ. ასე რომ ეს ჭორი რომ გუბა სანიკიძე არ მუშაობს, ეს ციფრები მე მგონი ყველაფერს აქ არწყლებს ამ ჭორებს. ქართველები ძალიან მივეჩვიეთ ჭორიკნობას, უსაფუძვლო დაბრალებებს, მაგრამ ერთი კარგი თვისება აქვს ჭორს და სიცრუეს, რომ მოკლე ფეხები აქვს და გრძელ მანძილზე მანდამაინც ვერ დადის. ახლა რაც შეეხება ქალბატონი დალის, რომელიც არის ჟურნალისტი, ბარაბაძის ინტერვიუს, რომელიც ქრონიკაში გამოქვეყნდა. ქალბატონი დალი იქ უაპელაციოდ მაბრალებს მე რომ შევედი ვინმე ხვადაგიანთან, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან კოჰაბიტაციაში და თითქოს და მე და ეს ბატონი ხვადაგიანი ვართ მეგობრები და აქვს ასეთი არგუმენტი მოყვანილი, რომ აი თითქოს ქალბატონ დალის ერთიანი ძალებით ვებრძვით და მის საზოგადო მოღვაწეობას და თითქოს მე ვიყავი პერსონა, რომელიც მინდა ჟარგონი ვიხმარო, ჩალიჩობდი, რომ ხვადაგიანი გადამეყვანა ოცნებაში. ერთი მე ეს ჩემი საქმე არ არის, არ ჩემი კომპეტენცია და მე ფორუმელმა როგორ უნდა გადავიყვანო იმაში ოცნებაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ეს არ ვიცი. ბატონ ხვადაგიანს მე სახეზე არ ვიცნობ, საერთოდ ქუჩაში რო შემხვდეს, ვერ ვიცნობ. და ქალბატონ დალის, როცა ჟურნალისტი ეკითხება, რომ აი საიდან გამოიტანეთ ეს დასკვნა, რომ ხვადაგიანი და დეპუტატი სანიკიძე არიან ერთმანეთთან კოჰაბიტაციაში გადამსკვნილები, მას აქვს ასეთი არგუმენტი, რომ გუბა სანიკიძემ რატომ გახსნაო თავისი ბიურო მერიაშიო ხვადაგიანის კაბინეტის გვერდით. ასეთი რამე გაგიგიათ? ისე დამისახელეთ დეპუტატები, რომლებსაც მერიაში და საკრებულოების შენობებში და გამგეობის შენობებში არ აქვთ ბიუროები. კანონით იკრძალება ეს სადმე? თითო ოროლა მაჟორიტარი არის, არ ვიცი, სრული მონაცემი არ მაქვს, კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომლებსაც არ აქვთ თავიანთი ბიუროები გამგეობის შენობებში. დანარჩენი ეს მიღებული ფორმაა, ჩემო ძვირფასებო. ხო, იმიტომ რომ როცა პრობლემატიკა არის, იქვე უნდა გადაწყდეს, ხო, განცხადება უნდა ჩავიდეს, მერიაში უნდა შევიდეს, ხო? ვინმე თუ აკრძალა, რომ ქუთაისის მერიაში მე მეკრძალება მქონდეს ბიურო, კი ბატონო, მე დავიმორჩილები კანონს, ოღონდ მანამდე ეს უნდა გამაგებიონ და ეს კანონიც უნდა მივიღოთ. ასე რომ ქალბატონი დალი ამ შემთხვევაში პოლიტიკური ტერმინებით რო ვიხემძღვანელო და უფრო შორს არ წავიდე, არის არაობიექტური მოქალაქე. თან ის აცხადებს, რომ მე ის არ მივიღე. მას ჰქონდა შეხვედრა ჩემი ბიუროს წევრთან, მამუკა ახალაიასთან, რომელიც აქ გვესწრება და მოთხოვა მან მამუკა ახალაიას, რომ მე გამეწია რეკომენდაცია მერიაში, რომ მისი რადიო გადაცემა თუ რადიო არ ვიცი რა, დამეფინანსებია. მე ამას ფიზიკურად ვერც მომახერხებდი, ეს ჩემი კომპეტენციაც არ არის, მაჟორიტარი დეპუტატი არ ერევა თვითმმართველობის საქმეებში, მით უმეტეს ბიუჯეტში
და მით უმეტეს იმ ბიუჯეტში, რომელიც ნაცმოძრაობამ დაამტკიცა უკვე მანამდე. ქალბატონო დალი, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა გამეკეთებია მე ეს გინდათ კანონმდებლობით და გინდა ფიზიკურად და გინდა დროში და სივრცეში როგორ უნდა მომეხერხებია. ამიტომ ქალბატონი დალი ჩემი სუბიექტური მოსაზრება არის ნაწყენი, რომ მისი გადაცემა არ დაფინანსდა რადიო გადაცემა, რომელიც არა ვთვლი, რომ ახლა ქვეყანაში მთავარი რადიო ის არის, რა ქვია, გადაცემა არის. სამწუხაროდ ქალბატონ დალის როგორც ეროვნულ გმირს არავინ არ იცნობს. ეს ქალბატონ დალის რაც შეეხება. მეორე საკითხი უკვე უფრო კონკრეტულად, იმიტომ რომ აქ უკვე მე პირადად ვაპირებ რეაგირებას. ვინმე ზურაბ ხუბულაშვილი, სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი, ახალი ვარსკვლავი, როგორც ჩანს, თუმცა მანდამაინც ბევრმა არ იცის მისი ვარსკვლავების შესახებ. ბატონი ზურაბი ინტერვიუში ამბობს, რომ ქუთაისელებისაგან გავიგე, რომ საკმაოდ ისე ეშმაკურად ამბობს ამ ფრაზას. ქუთაისელები საუბრობენ, რომ გუბას სანიკიძემ წილები გადაიფორმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისაგან ქუთაისში. და მე თურმე ბიზნეს წილები მაქვს ქუთაისში. აი ბატონ ზურაბს კიდევ უკვე მოუწევს სასამართლოში ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მე პირადად ვაპირებ შევიტანო სარჩელი ჭეშმარიტების დადგენისთვის და ბატონი ზურაბი უნდა მომეხმაროს ამაში და მეც მივეხმარები მას, მან უნდა დაადასტუროს, ან ის ქუთაისელი უნდა მოიყვანოს, რომელიც ამას ეუბნება მას, რომ მე მაქვს ბიზნეს წილები გადაფორმებული ქუთაისში, ასე რომ ბატონი ზურაბი და მე ალბათ სასამართლოში შევხვდებით უკვე, იმიტომ რომ არც მას არ ვიცნობ პირადად და სასიამოვნო იქნება ჩემი გაცნობა. ოღონდ ისე არ მივიდეს საქმე იქამდე, რომ ბატონმა ზურაბმა თქვას, რომ ვიღაცამ მითხრა და ეს ვიღაცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს ქუთაისური ანეკდოტების მთავარი პერსონაჟი ჭიჭიკია. რომ ჭიჭიკია მითხრა. ასე არ აღმოჩნდეს. იმიტომ რომ ის რაც გავრცელებული არის, რომ უაპელაციოდ ადამიანს შეიძლება ჩირქი მოსწონ, ტალახი ესროლონ, ამას როგორც ჩანს უკვე ნელ-ნელა უნდა დაუსვათ ჩვენ წერტილი, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი შეუძლია გამოვიდეს და დაგაბრალოს ისეთი რამ, რაც ცხოვრებაში არასდროს არც გაგიკეთებია და არც გაგიფიქრებია. ამიტომ მე პირადად მომავალ კვირას ვაპირებ სასამართლოში შევიტანო სარჩელი და გავარკვიო ბატონ ზურაბთან ერთად ჭეშმარიტება. ეს არის გეგმაზომიერი შემოტევა ჩემი პერსონის მიმართ. ჩემი პერსონის მიმართ დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალა, ეროვნული ფორუმი და ეს ამავე დროს მარტო გუბასანიკიძის პრობლემაც არ არის. აქ არის უკვე ეროვნული ფორუმის დისკრედიტაცია, არის უკვე გარკვეულწილად ინსპირირებული რაღაც ჯგუფების მიერ, რომლებისთვისაც ეროვნული ფორუმი ტრადიციულად აგრძელებს იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომ ეროვნული ფორუმი რაღაცეებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არის ქვეყანაში. ამიტომ დღეს ამას იქეთ არც მე გუბას სანიკიძე კონკრეტულად და არც პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმი აღარ აპირებს რეაგირების გარეშე დატოვოს ასეთი ცილის წამებები. ამიტომ მოუწოდებ ყველას სანამდე რაიმეს გადაწყვეტენ და ჩვენ შესახებ რაიმე ინფორმაციას, ნეგატიურ ინფორმაციას გამოაცხადებენ, ორი რჩევა მაქვს, ჯერ კარგად მოიძიონ არგუმენტები, იმიტომ მოუწევთ სასამართლოში ამ არგუმენტების წარმოჩენა და მეორე თხოვნაც იქნება პირში წყალი გამოივლო. კიდევ არც ეს არ აწყებს. აი ეს არის ჩემი პოზიცია, ეს არ არის მარტო ჩემი პოზიცია, ეროვნული ფორუმის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე მეჩივლა სასამართლოში, ამიტომ მომავალ კვირას იურიდიული პროცედურების სრული დაცვით მე ველოდები ბატონ ზურაბ ხუბულაშვილს სასამართლოში, რაც შეეხება და მომავალში ვინც იქნება კიდევ გაემზადონ, კარგად მოემზადონ ივარჯიშონ. როცა ფორუმზე ან გუბასანიკიძეზე ან ნებისმიერ ფორუმელზე რამეს იტყვიან. ჩვენი პოლიტიკური ბიოგრაფია გვაქვს და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პოლიტიკური ბიოგრაფიით, ჩვენგან დაზარალებული ერთი მოქალაქე არ არსებობს ქვეყანაში ფორუმისგან
და ჩვენი ქვეყანა არ გვიძარცვია განსხვავებით სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. და ერთი ლარი არ უზარალია საქართველოს რესპუბლიკას ეროვნული ფორუმის მხრიდან. ამიტომ ეს ჩემი რჩევა არის სამომავლოდ, ვინც რაღაცას გადაწყვეტს, კარგად მოემზადოს. რაც შეეხება ქალბატონ დალის, მე ჯერჯერობით თავ შევიკავებ და მე მას არ ვუჩივლებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად აბდაუბდას საუბრობს და მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსისთვის ვიბრძვით ყველანი, მე მაინც ანგარიშს უწევ იმას, რომ ის არის ქალბატონი და ჯერჯერობით თავ შევიკავებ. თუ გააგრძელებს ის ასეთ უაზრო ბრალდებებს, რომ თურმე რატომ არის ხვადაგიანის და გუბასანიკიძის ბიურო გვერდიგვერდ, თურმე ეს იმას ნიშნავს, რომ მე და ხვადაგიანი თურმე ძმაბიჭები ვართ და ხელი ხელს ბანს, ეს აბსოლუტური სისულელეა, თვითონვე სცემს თავისივე იმას, რა ქვია, ეჭვს აბსოლუტურად უაზრო პასუხს, მაგრამ საომავლოდ ქალბატონ დალისაც ვურჩევ, სამდე რამეს გადაწყვეტს, ტალახის სროლას უკეთესად მოემზადოს ისიც რა. აი ეს არის ჩემი პასუხი, ჩემი მოსაზრება, ეს მარტო ჩემი მოსაზრება არ არის, ეს არის ეროვნული ფორუმის პოზიცია და დღეიდან ეროვნული ფორუმი აპირებს აქტიურად გადავიდეს თავდაცვით რეჟიმში და ხშირ შემთხვევაში შეტევაზეც გადავალთ ალბათ, იმიტომ რომ ეს წილისწამება ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიმართ როგორმე უნდა შევაჩეროთ, იმიტომ რომ როგორ ჩანს მოთმინება აქამდე როცა ხმას არ ვიღებდით, პასუხს არ ვცემდით, ვიღაცამ ჩათვალა, რომ იმიტომ არის ალბათ გუბასანიკიძე გაჩერებული, მართლა რაღაცაშია შარში გაყვეული და ამიტომ თავს იკავებს. დიდსულოვნება ჩვენ ქვეყანაში არ ფასდება დიდი ხანია, დუმილი არ ითვლება ოქროთ და რახან არ ითვლება ოქროთ, ხო? კი ბატონო. კი ბატონო, სათავართ ყველაფრისთვის. გავხსნათ. სეზონი გავხსნათ. იმიტომ რომ უნდა გადაეჩვინონ ადამიანები პოლიტიკოსებზე უაზრო ტალახის სროლას ჩვენი ცოდვები გვეყოფა და ზედმეტს ნუ დაგვაბრალებს ნურავინ რა. აი ეს არის ჩემი პოზიცია. ახლა დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხებს. შეკითხვებს. დიახ. კონკრეტულად ვერ გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ როცა შეიძლება ადამიანს არ რაღაცა ჯგუფს დაადო ხელი, მაშინ რაღაცა საბუთი უნდა კონდეს, კონკრეტული საბუთი. მაგრამ ეჭვი იმის შესახებ, რომ ფორუმი ვიღაცებს არ მოწევს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც ალბათ დასაშვებია თეორიულად. გასაგებია ეს ჩემთვის, იმიტომ რომ არ მოწონთ ის, ვინც ძლიერია, თორემ სუსტებზე მანდამაინც არავინ თავს არ იკლავს. გასაგებია ფორუმს აქვს გამოკვეთილი იდეოლოგია, ეს არის ეროვნული იდეოლოგია. ფორუმი არის ქართველი ერის ინტერესების სადარაჯოზე, ხიზლად ყოველთვის, არასდროს არ ჩამოგვეძინება, განსხვავებით იმისა, რომ ხანდახან შეიძლება პარლამენტში ჩამოგვეძინოს. თუმცა სააკაშვილს ურჩეო ჯობია გუბასანიკიძეს ეძინოს, ვიდრე იფხიზლოს, მისთვის ჯობია. მისთვის ჯობია. ისე ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯიბით დააქვს ჩემი სურათი, როგორც ჩანს, რაღაცა გრძნობები გაუჩნდა ჩემს მიმართ. ასეთივე გრძნობებს ნუელის ჩემი მხრიდან. როგორც ჩანს, პლატონური სიყვარული აკავშირებს ჩემთან, მას შორიდან ტრფობა. სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ჩემი სურათით დადეს სააკაშვილი. შემიძლია სხვა სურათებიც მივაწოდო მას, სადაც უფრო სხვა მდგომარეობაში ვარ. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ძალებს და ჯგუფებს, მე ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასეთი პოლიტიკური ძალები და ჯგუფები არსებობს ქვეყანაში, რომელსაც არ უნდა, არა აქვს სურვილი, რომ საქართველო იყოს შინაარსით ქართული სახელმწიფო. შეიძლება კოალიციაში. არა, კოალიციიდან გამოვრიცხავ მე ამას, რა თქმა უნდა. არა, ერთ-ერთი ლიდერია თან, ერთ-ერთი ლიდერია. მე არ ვაპირებ ახლა გადავამოწმო, როგორც არის წარმოჩენ. არა, მე გამოვრიცხავ სახალხო კრებიდან ეს იყოს ინსცენირებული, ან ინსპირირებული, მე არ ვიცი ახლა ხუბულაშვილი. არ არის ჩემი მთავარი ამოცანა და პრობლემას არ წარმოადგენს და ესა გამოვიდა
პოლიტიკური გენეალოგიური რა ქვია, წარმომავლობა. საიდან მოდის, რომელ პარტიაზე არა. მე სახალხო კრების ლიდერებთან ძალიან ახლო და პარტნიორული ურთიერთობები მაქვს. სახალხო კრებაშიც იყო ეროვნული ფორუმი გახსოვთ თქვენ და მაშინ ხუბულაშვილი იქ არ ყოფილა და შეიძლება არის კიდევაც, არ ვიცი, ვერ გეტყვით ეს სახალხო კრების სახალხო კრებასთან მიმართული ადრესატია. მე ახლა რა თქმა უნდა არც ნინო ბურჯაანძეს დაურეკავდი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ არ ვთვლი ამას ძალიან მნიშვნელოვნად. და დარწმუნებულიც ვარ, რომ ახლა სახალხო კრება ამ ადამიანის უკან არ ადგას. გამორიცხული, ამას მე გამოვრიცხავ. ეს არის ვიღაც ადამიანი, რომელსაც ტიტული ჭირდებოდა და მოიპოვა ეს ტიტული, რომ ის არის თურმე სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ პრესის წარმომადგენლები ხართ, ასეთ ლიდერს იცნობთ სახალხო კრებაში. ხო არ იცნობთ? როგორ თქვენ არ იცნობთ, ისე არ ვიცნობთ მე. ამიტომ მასთან მექნება გასაუბრება სასამართლოში. ნახოთ, ეს არ არის ტექნიკური საკითხია, ამას გადავწყვეტ, როცა პირადად მე დავბრუნდები თბილისში, ალბათ შაბათს საღამოს, კვირას გავისაუბრებთ პოლიტსაბჭოში, თუმცა ეს არის პოლიტიკური საბჭოს ნება ეროვნული ფორუმის. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, მინდა გითხრათ. იყო ამაზე საუბარი და პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უკვე რეაგირება უნდა გავაკეთოთ. ახლა ეროვნული ფორუმის სახელით გაკეთება თუ პირადად ჩემი სახელით, ეს უფრო ტექნიკური საკითხია და მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია. შემდეგ შეკითხვა. ნახოთ, როგორ იქნება, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოიხადოს ამ კაცმა აუცილებლად. ბოდიში უნდა მოიხადოს. იმიტომ რომ ეს დამთავრდა უკვე მოთმენასაც აქვს თავისი ზღვარი. მოთმენას აქვს თავისი ზღვარი. და როგორ ჩანს ეს დიდსულოვნება ისევ გავიმეორებ, დიდსულოვნება საქართველოში არ ფასდება და ახლა გაჩერება უკვე თვითონ მოქალაქეები ქუჩაში მეუნებიან, მე რო გაეც პასუხია. თუ არ გასცემ პასუხს, მაშინ ჩავთვლით რომ მართლა რაღაც წილები გადმოიფორმეო. ამიტომ ეს ქვემოდან არის წამოსული. მე იძულებული ვარ, იძულებული გავხდით ჩვენ რომ პასუხი გავცეთ, თორე არავის არ სიამოვნებს ახლა სასამართლოში რომ უჩივლო ვინმეს. თუნდაც იმას მატყუარას